რა მოგებას იღებს დეველოპერი კორპუსის მშენებლობისას. მე ვარ ლევა ლაბარტყავა, უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი. თუ ერთხელ მაინც გიფიქრია კორპუსის აშენებაზე და დიდი ფინანსური სარგებლის მიღებაზე, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სამშენებლო მიწის ფართობი და მისი კოეფიციენტი. მაგალითად გვაქვს 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 4/6 კოეფიციენტით, რომელიც ღირს $2 მილიონი. ესე იგი, შეგვიძლია ავაშენოთ 4600 კვადრატული მეტრი, საიდანაც სადარბაზოების გამოკლებით გასაყიდი ფართით აღრჩება 3700 კვადრატული მეტრი. დავუშვათ, ამ ლოკაციაზე კვადრატულს გავყიდით $1600. ჩვენი ჯამური შემოსავალი იქნება $6 მილიონი. ამას გამოვაკლებთ მშენებლობის ხარჯს $2.3 მილიონს. შემდეგ გამოვაკლებთ DGG-ს და მიწის ღირებულებას, საიდანაც დაგვრჩება $1.1 მილიონი საოპერაციო მოგება. არ უნდა დაგვაუწყდეს მარკეტინგის, ადმინისტრაციული და საბანკო სესხის ხარჯები. საბოლოოდ, 2 წლის შემდეგ $1 მილიონ მოგება თუ მივიღეთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა. სხვა საინტერესო რჩევებისთვის კი გამოიწერეთ ლეალტორის გვერდი.